მოგესალმებით. მე ვარ მაგდა გერაძე, დღევანდელი გადაცემის წამყვანი. თუმცა წამყვანი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მე მესხიშვილის თეატრის მსახიობი ვარ. მართალია ქუთაისში ვარ, მაგრამ რაგით გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს მე ჩემი დედულეთიდან გიმასპინძლებ. ხოლო სად არის ჩემი დედულეთი? ამას სულ მალე შეიტყობთ. აბა, წავედით. Magats lugo maugiredes machine vetarlam tamigos Mestris uliad minadat utsaradet saralar gaimos Romisis vasas saragule isuno maukrol gabiliar Meram negros asvishoni moeda shirmagasilia Vegana chalala rabis Allarabis, ikones velonis imdinare, ertalamas kalarabis. Vegana challarabis, isosvet allarabis, ikones velonis imdinare, ertalamas kalarabis. Asas vishumi da ukharajaos movrevas egemus gabuge. Shigalios oreba ochermiali Velana chalarabis isosvedalarabis Ikones velonis imdinare ertulamas kalarabis Velana chalarabis isosvedalarabis Ikones velonis imdinare ertulamas kalarabis კადრებიდან როგორც მიხვდით, სამტრედიაში ვიმყოფებით. მე კი ჩემი ბავშვობიდან გამოვდივარ და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მოგიყვანეთ. ამ სასახლეში, როგორც მაშინ ეძახდნენ, არაჩვეულებრივი ანსამბლი იმედი მოღვაწეობდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აცგარდაცვლილი საოცარი პიროვნება თამაზ დუნდუა. თამაზ დუნდუამ უნიჭიერესმა პიროვნებამ სამი თაობა გამოზარდა. მე წილად მოხდა ბედნიერება მეორე თაობის მუსიკოსების პედაგოგ-ორგანიზატორი ყოფილიყავი. დღემდე ფუნქციონირებს ეს სახლი, სადაც უამრავი ახალგაზრდა ეზიარება მეცნიერებისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგს. ეს შენობა ხელოვნების ნამდვილი აკვანია, რადგან ამ შენობაში არის განთავსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სწორედ ამ მუზეუმში ინახება სამტრედიისა და მიმდებარე სოფლების ისტორიული ექსპონატები, რომლითაც დღემდე ამაყობენ სამტრედიელები. სამტრედია, ჩემი დედულეთი, ჩემი სვებედნიერი ბავშვობის ლამაზი მოგონებების ადგილი, სადაც ყველა ქუჩა, ყველა უბანი, თითოეული კენჭიც გიყვარს, რომ იტყვიან სწორედ ასეა. ახლა მოვედით მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში, რომელიც გულგრილს არ ავისტოვებს, ვინც გვერდს ჩაუვლის, ეს ტურისტი იქნება, ადგილობრივი მაცხოვრებელი, სტუმარი თუ მასპინძელი. სწორედ ამ ტაძრის ეზოშია პანთეონი, სადაც დაკრძალული არიან
კოლორიტი, სამწერდისათვის საყვარელი, გამოჩენილი ადამიანები. ახლა კი დაუბრუნდეთ გადაცემის მთავარ თემას, კულინარიას და მოვამზადოთ 3 იმერული კერძი. მოდი, ჩე. აქეთ მოდი, ჩე. რა ჯელდება გამწარა მამალო რა ია. ჭინკებო მოდით აგერ. მოდი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ილია ბაახიას სამფლობელოში. მოკლედ სხვანაირად რომ ვთქვათ, უფრო მარტივად და გასაგებად სამზარეულოში. მოგესალმებით ილია. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი და თქვენი სტუმრობა. პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და რა ვიცი იმედია. აი მეც პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეშველოთ, იმიტომ რომ მე როგორც მსახიობი სცენაზე ძალიან თამამი და ძალიან ლაღი ვარ და ასეთ სიტუაციაში თან სამზარეულო ჩემთვის ცოტა უცხოხილია, ძალიან სატრაბახო თემა არ არის ეს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს. მოკლედ მადლობას გეტყვით ჩვენ მასპინძლობას რომ გვიწევთ. მოკლედ დღეს პირველად რა თქმა უნდა იმერლებისთვის ყველაზე საყვარელ მხალეულობას ეს არის ეკალა, რომელიც არის ჩემი შენახული და დავიწყოთ მაშინ ეკალას მომზადება. დავიწყოთ ეკალას მომზადებით. ეკალა არის ყველასათვის საყვარელი. ხო, ყველა ინდივიდუალურად ამზადებს ამ ეკალას და მე კიდე შემოგთავაზებ ჩემს რეცეპტს ასე ვთქვათ, რომელიც ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ და ნახოთ. შავია თუ? ანუ ეკალა კეთდება როგორც ტყემალში და ასევე ნიგოში და ჩვენ დღეს მომზადებთ ნიგზით. აჰა, ძალიან კარგი. რადგან ეკალა მაინც შენახული მქონდა ქილაში, მაინც დუღარეწყალი გადავავლოთ და დავიწყოთ შემდეგ მომზადება. დავიწყოთ მომზადება. თან ვისწავლი კიდეც მე. თან ცოტა შეყოლილი აქვს ყერწები, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა გამაცალკევოთ. აჰა, ეს როცა ამზადებთ, მაშინ არასუფთავებთ? არა, ნახე, მე მაინც სჭირდება. ნახე, ბევრი ყერწები მიყვება, აი ესენი უნდა მოვაცილოთ სულ ყველა დრო. ქილაში უფრო, ანუ შეთქვერო თქვით, რომ თავიდან შეგვიძლია გავანთავისუფლოთ და მაშინ ბევრი ჩავა ქილაში და ამ შემთხვევაში ესე იგი აკეთებთ ეკონომიას. ეკონომია, თქმა უნდა, ყველაფერში. პროფესიით ეკონომისტი ვარ. ხო, მაგრამ ეს რო სახლისთვის აგავთ და ეკონომია რა შეგჭირდება? მაინც ყველაფერშია საჭირო. გასაგებია. კარგი, მაინც ახლა მდუღარეწყალი გადავავლოთ. მოკლედ სოციალურ ქსელში ძალიან ცნობადი და აქტიური TikTok-ზე უფრო მეტად ვაქტიურობ ვიდრე სხვა ქსელებში. ხო. და ბევრი მცნობს ხოლმე და TikTok-ს დიდად არ ვწყალობ. და სოციალურ ქსელებში უფრო აქტიური ვარ შედარებით და ანუ იმის თქმა მინდა რომ ეხლა სამზარეულოს კუთხიდაც გახდებით ცნობილი. ძირითადად მაინც ჩემი კონტენტი TikTok-ზე სამზარეულოსთან ასოცირდება, მაგრამ არის ხოლმე ზოგადად სახალისო ვიდეოებიც, რომელიც უფრო მეტად პოპულარობით სარგებლობს ვიდრე ისე რა ქვია, კულინარიული ვიდეოები. ძალიან სახალისო ვიდეოები გაქვთ, ნახეთ და მაინტერესებს. ის თეთრი მამალი თუ შეირიგეთ, რომ ეჩხუბებოდით. გავყიდე. მართლა? გავცვალე. მოღალატეს, აღარ ვაჩერებ ოჯახში. აჰა. აი საკით დავდოთ. ახლა ნახე, დავიწყოთ გაცალკევება ამ გასუფთავება ზედმეტი ნაწილებისგან. აჰა, ძალიან კარგი. ეხლა მაგ გასუფთავების პროცესში რა მითხარ, იცი? ასე კარგად როგორ ერკვევი ამ საოჯახო საქმეებში? რა ცხოვრება მოიტანა ასე ვთქვათ, თან ყველაფერი, ანუ ყოველთვის ვიძახი იმას, რომ ანუ დაბადებიდან არავის არაფერი არ მოყოლია ცოდნა.
შესაბამისად, თუ გვაქვს რაიმეს საქმის მიმართ ინტერესი, ვსწავლობთ ყველაფერს ეტაპობრივად. ანუ ინტერესი გქონდათ რა თქმა უნდა. გესწავლათ. ხო, თან ხშირად დედას ვეხმარებოდი ბებიას სოფელში და შესაბამისად რაღაცა ის მქონდა მაინც შეხება სამზარეულოსთან და მე როცა მარტო დავჭი, მე უფრო მეტად მარტო რატო დაჩი ესეც გითხარი. რა ვიცი, დედა ემიგრანტია, მამა გარდაცვლილია, ძმები დედაქალაქში არიან და შემორჩი მარტო სამტრედიაში. აჰა, ესე იგი დედას რო ეხმარებოდი და ყურადღებით გამომადგა ეგ ყველაფერი. გამომადგა ასე რომ ისაც რაიმე ინტერესი აქვს ცხოვრებაში, ანუ შეიძლება ნახე როცა დავიწყე რომ რაიმე კერძის კეთება ერთხელ არ გამომივიდა ორჯერ, სამჯერ, მაგრამ ყოველ ჯერზე უკეთესი გამომდიოდა. ანუ არ უნდა დავნებდე. არა, მაგაში გეთანხმები, იმიტომ რომ მე მაქვს ესეთი გამოცდილება, სტუმრები მყავდნენ დედაქალაქიდან მეგობრები. და მომამზადე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ეხა მიართვა სტუმარს და მოვიტანე ეს ყველაფერი და ჭადები დავაცხე მე. და ჭადებს ძალიან ხშირად ვაცხობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ბუნებრივია, კარგი გამომივიდა. დღემდე როცა ხვდებიან მეგობრები მეძახიან, აუ რა ჭადები ვჭამეთ მაგდასთანო და სულ გულზებს ვკდები. რას ქვია, მარტო ჭადები დაგახმოდრეთ მეთქი მეუბნები. ასე რომ ჯერა რომ რასაც ხშირად და ბევრჯერ აკეთებ, ის საქმე აუცილებლად კარგად გამოგდის. გადავარჩიეთ უკვე ეკალა და აუცილებლად უნდა დავკეპოთ და არ უნდა გავატაროთ. არავითარ შემთხვევაში. დანის ხარისხს აქვს მნიშვნელობა, რაღაც ასე გამიგია. კი. დიდი გამოცდილება არ მაქვს ახლა სამზარეულოსთან, მაგრამ ესე იგი მე რა მინდა ვთქვა, იცი რომ დარწმუნებული ვარ ილია, სამტრედიისთვის ძალიან სასურველი სასიძო იქნება. ალბათ. თუნდაც იმიტომ რომ ამდენი კეთება რო იცი და ასე სამზარეული დახვდება, ეხლა მეუღლეს როცა მოვა სახლში და ისიც რომ დედამთილი რო სახლში არ არის, ახლანდელ ახალგაზრდებს დიდად არ უყვართ დედამთილებთან ცხოვრება. მოკლედ აქ კარგი დედამთილი როცა რატომ არა თავისთავად, მაგრამ კარგი და ცუდი დედამთილი არ არსებობს რძლისთვის, თორე ეხა მეზობლისთვის ძლების ერთ დროს გახდებიან ან დედამთილები და ან სიდედრები და თვითონ მაგ სიტუაციაში მე როგორ იქნება? ხო, მაგას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ გათხოვილი არ ყოფილ ვარ და მინდა გითხრა, რომ მეც არ დავიწუნებდი ასაკი რომ მიწყობდეს ხელს ამ ოჯახში ტრიალს, ისე ყავს უცოლო. ორი ბიძა მყავს უცოლო თან. უი, კარი. ჩაგიწყობს საქმეს თუ გინდა. რამდენადაც გამოიყურებაო ამბობენ. მე უფრო სხვა ბოსტნისკენ ვისროდი კენჭებს, მაგრამ მე ბიძა ყოლიეთ, მაგრამ ბიძის ასაკი მაინტერესებს. არ ეთყობა. არა, რო არ ეთყობა, ისეა მე რო ვქია. ჩემსაც მე რო არ მეტყობა, ისე უნდა. რამდენი წლის არის? წავიდეთ და გავიცნოთ. ან დავპატიჟებ თუ გინდა სამსახურშია ჯერ და მივხედოთ. გამოიას. ვითხარი რა ხდება მანდ და მე გავაგრძელოთ მაგ თემაზე საუბარი. ანუ ეკალა დავკეპეთ. ხო? რაც შეიძლება წვრილად ვეცადოთ მაქსიმალურად, როგორც გამოგვივა რა. ისაც შესაძლებელია. გადავიტანთ თასში. შემდეგ რას ვაკეთებთ? ამ დაკეპვის შემდეგ. დაკეპვის შემდეგ უნდა ჩავნაყოთ ქინძი, ნიორი და ომბალო. მე შემიძლია რამეში მოგეხმარო? კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავნაყოთ. ოღონდ ნიორი უნდა დამიჭრა. რა თქმა უნდა, ნიორს დაჭრა. ჩააგდებ და ჩაყარე, ხო? ასე მთელი? არ დედა ჩემი ასე არ აკეთებდა. მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ხელები დაბანილი მაქვს. საერთოდ არა სასურველი სამზარეულოში იტრიალო ხელთათმანით. თუ რაღაცა ისეთ საქმეს არ აკეთებ, რომ შენ თვითონ დაგიზიანდეს ხელები თუ არა? მე თან ვსწავლობ, ილია, ყველა ჩავყარე ერთად. კი, ყველა გვინდა. კარგი. მარილი არ უნდა? ასე მახსოვს რომ მარილი უნდა. კი, მარილი უნდა. მომეცი? კარგი, ახლა ყველა ინგრედიენტი მოთავსებული გვაქვს თაში, გარდა ნიგოზისა, არ უნდა დაგვენანოს. ხო. უხდება. როგორც მამა ჩემი იყო და ნიგოზი, ბევრი რასაც აქვს, ყველაფერი გემრიელია. კი ბატონო. კარგი, ნახე ახლა მთავარი, რაც არის, რა ქვია, ეკალასთვის, რომ არ ჭირდება არანაირი სუნელი.
ხო. არანაირ ძმარი ბლომად. ბლომად. მე თანმიმდევრულად დავიმახსოვრე. ესე იგი პირი მარილი გემოვნებით რა თქმა უნდა, всё. კი ბატონო, ესე იგი ვარჩევთ ეგ არის. ეკალას ძალიან წვრილად, აი დაკეპილს რო ეძახიან ისე ძალიან მაქსიმალურად წვრილად. ჭრით, შემდეგ მწვანილებს დანაყულს ნიორს, ნუ სასურველია ნიგოზის რო იყოს ჩანაყული, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა გატარებულიც არა პრობლემა. და მოვაყრით შემდეგ სანელებლებს, ძმარს მოვასხამთ და всё. უკვე შეუდგები ეთყობა ისა. კარგად შევაზილოთ. კერძი უკვე მზად არის, დავაგემოვნოთ, გავიგოთ ხარ ჭირდება რამეს დამატება, ბილბილ მარილი. აბა, ნახოთ როგორია. უგემრიელესი ეკალა გამოვიდა. რეკომენდაციას ვაძლევ ილიას რეცეპტით მომზადებულ ეკალას. ახლა კი გადავედით შემდეგი კერძის მომზადებაზე. მართალია მე ცოტა დაბნეული ვარ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ილია გვთავაზობს ხაჭაპურს და მე ვხედავ ჩემს საყვარელ ღომს და რა შვაშია. არა, ეს არის ძალიან ძველი ავთენტური კერძი, რომელსაც იყენებენ ძირითადად ზემო იმერეთში და რაჭარე ჩხუმში, რომელსაც იყენებდნენ მოსავლის აღების დროს გლეხი ხალხი, ასევე მეშახტეები, მენახირეები და მეტყევეები. ხო. ეს არის ღერღილოვანი საგზლად მიხდება. საგზლად მიხდება, იმიტომ რომ არის ძალიან სუყე და ნოყიერი კერძი. დავიწყოთ მაშინ მომზადება. პირველ რიგში შევაზავოთ უნდა ღერღილი უნდა იყოს კარგად მოხარშული, დაახლოებით 1 საათი მაინც უნდა იდუღოს. ანუ ჭირდება გაწურვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდხანს ხარშეთ არის საკმაოდ სქელი და გაწურვა არ ჭირდება. უნდა დავუმატოთ აუცილებლად უმარილო ღორის ქონი. ღორის ქონი? ღორის ქონი. ესე იგი ღომს უმატებთ უმარილო ღორის ქონს. და მე რა ხდება? და მარილი. ესა თქმა უნდა ყველაფერი. ანუ ეს მხოლოდ მარილი და ამოურიო? ღომის ამორება ვიცი. აბა ამოურიო. აბა ამასობაში მე გუნდებს ამოვიღებ. ხაჭაპურისთვის. რა საინტერესო, არა და ძალიან გამიხარდა ღომი მიყვარს ისე. რომ ვიფიქრე რომ ღომი არის, მაგრამ ვერაფრით ვერ დაუკავშირდა ერთმანეთს რა შვაში იყო ღომი და ხაჭაპური. ისე ბიძას უყურს მარილიანი უყურს, საქმელები თუ მარილო. ბიძას უყურს ცხარე, მაინც ახლა მეგრული ისა ხო ის. აჰა, მაგაში ვერ შევთანხმდებით. ესე იგი, ეს დავდოთ აქ. და ჩვეულებრივი დანარჩენი ყველაფერი ხდება ხაჭაპურის პრინციპით. ხაჭაპურის სომი. ილია, რა მაინტერესებს, იცი? აი, მარტო რომ ცხოვრობ და აი ესე გიყვარს მზადება. საკუთარი თავისთვის მარტო არ გეზარება? ხშირად მე კითხებიან ხოლმე მაგას, მაგრამ ნახე, გააჩნია განწყობას როგორ ვარ. ძირითადად არ მეზარება. სტუმართ მოყვარე ხარ? ძალიან. ხშირად აი სტუმრებისთვის უფრო მეტად მე ის რა ქვია, ხალისება გაკეთება, ვიდრე საკუთარი თავისთვის. აი, კითხე. ანუ ესე გამოდის რომ საკუთარი თავისთვის ნაკლებად, ვიდრე ზოგჯერ გააჩნია რა. აჰა. კარგი, ახლა გადავიტანოთ ეგ ჩვენი მოხარშული შიგ თავსი. არ დაგვენანოს. და მოვახუიოთ როგორც ჩვეულებრივი ხაჭაპური. აი გარედან იმერულად რო ვიცით, ან კარაქს, ან კვერცხის გულს რაღაცებს უსმევენ, ეგ არის არის თუ არა საჭირო? არა. არა, ხო? არაო, ისე პასუხობს, ვითომ ნაჭამი კონდეს. ხაჭაპურს არ ჭირდება. ხო, ეს ხაჭაპური გავაბრტყელეთ და რადგან იმერეთში ვართ, იმერული ხაჭაპური კეთდება ტაფაზე. და ტაფაზე ოდნავ ცხიმი დაგჭირდება და გადავიტანოთ ტაფაზე გამოსაცხობად. აჰა. გადავაწყრელთ ორივე მხრიდან და ჩვენი ხაჭაპურიც მზად არის. კერძი მზად არის. მალე დავაგემოვნებ. იმედია მაყურებელსაც გაუჩნდება დაგემოვნების სურვილი. შეგიძლიათ გააკეთოთ და მიირთვათ.
ერთი სული მაქვს, როდის დავაგემოვნებ. დაგიბრუნდებით შემდეგი კერძით. გადავედით შემდეგ კერძზე. მე რო ხელი არ შეგიშალო, ხო შეიძლება რომ კი, რა თქმა უნდა. შემდეგ კერძი არის იმერული ხარჩო ბრინჯით, უფრო ხარჩო ეძახით, ხო. კი. რა თქმა უნდა, ხახვი. უხორცო თუ ხორციანი? ხორციანი, ქათამით მამალი შეეწირა თქვენ სტუმრობას და ხახვი დავჭრათ წვრილად, რა ვიცი, ზოგს საერთოდ არ უყვარს ხახვი და ჩემთვის ხახვის გარეშე კერძი არ არსებობს. რასაც ჭირდება აუცილებლად. დაბლენდერებული ხახვი აღარაა. ხო, წვრილად დაჭრილი. წვრილად დაჭრილი. მე ცოტა მსხვილათაც მიყვარს ხოლმე. ჩემთვის პრობლემა არ აქვს, თუ გინდა მთელი რო ეყაროს, ეგ ჩემთვის პრობლემა არაა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ რომ წვრილად დავჭრა ხოლმე. რაღაცა მწვანილი სიმწირეს ვხედავ, მეტი არ ჭირდება. ბევრი არ ჭირდება. არა, მრავალ სახეობა არ ჭირდება, ესე იგი ერთი სახეობაა. ქინძი და უხრახუში მხოლოდ. აჰა. და ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით. გასაგებია. ეხლა რა მაინტერესებს, ირია? თეატრთან როგორ მეგობრობ? ძალიან კარგად. მართლა? კი. ახლა მაშინ ჩამჭრილ შეკითხვას აბა გისმენთ. თქვენი ახლა არა მაქვს ლაპარაკი ქუთაისის თეატრზე. თქვენი თეატრში ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრში დადიხარ? კი ბატონო, ბოლოს ვიყავი 9 განსხვავებული მამაკაცი. ხო, ეს გიორგი სიხარულის სპექტაკლი. ძალიან ყვაყოფილი. 2015 წელში რამდენი წლის იყავი? ოუ, არ ვიცი. აღარ მახსოვს. იმიტომ რომ მე ცოტა სწავიდრა შენ თუ კერძების კეთება იცი კარგი, მე ჩემი წელი მსახიობობით ცოტა რაღაცა შემიძლია ვთქვა და მინდა გითხრა რომ კორპორატიული სპექტაკლი გაკეთდა და კორპროდუქცია ქუთაისის სამტრედიის თეატრის. და ამ აქ დაიდგა სპექტაკლი გიორგი სიხარულიძემ დადგა ღია შუშაბანდი. სადაც მონაწილეობას ვღებულობდი მე და ქალის საუკეთესო როლი დავჯილდოვდი იმერეთის ფესტივალზე. ხახვი მოვწვათ, ბოდიში გაწყვეტიებ, ხახვი უნდა მოვწვათ. გაუქროს ფერებამდე. ხო. მოითუშოს უნდა. ხო. ამასობაში რო არ დავკარგოთ. ქინძიც ხო. და უხრახუშიც დავჭრათ წვრილად. ქინძი და უხრახუში ალბათ ბოლოში მიეცემა. ბოლოს, ხო და ხო, თემას გავაგზელებ რას? ანუ თავს დიდად შეიძლება იმით ვერ გამოვიჩინო, დიასახლისობით და მზარეულობით, მაგრამ კიდე გეუბნები შემიძლია დაგპატიჟო თეატრში და იქ ნახოთ ჩემი ქალობა სცენაზე. როგორც იმერეთში იტყვიან. გეპატიჟები სპექტაკლზე შობის სიზმარი, ძალიან სანახაობრივი, ძალიან ლამაზი სპექტაკლია. კარგი მსახიობები მონაწილეობენ, მასიური სცენებია, ისეთ ბევრი მსახიობია დაკავებული. გიორგი თავაძემ დადგა ეს სპექტაკლი და შეგიძლია გვეწვიოთ ქუთაისის თეატრში. და ბარი-ბარში ვიქნებით მასპინძლობაში. ახლა მანდ რა ხდება? ესე იგი უნდა შევარდისფერდეს, ხო? კი ბატონო. ხორცი მოხარშული გვაქვს. კი. წვენი ცალკე გვაქვს აღებული. მოვწვათ ხახვი, დავამატოთ ტომატი და გახეხილი პამიდორი. რომ წამოდუღდება, მასა გადავიტანოთ ხორციან ყვავში, დავუმატოთ ნახაში წყალი და ბრინჯი. წამოვადუღოთ ეს ყველაფერი. ბრინჯი რომ მოიხარშება, დავუმატოთ მწვანილები. ცოტა სუნელები. და აუცილებლად კვაწარახი. ესე იგი მესამე კერძით გამზადდა. კადრს მიღმა, ამას აუცილებლად დავაგემოვნებთ. იმერეთი განთქმულია თავისი კერძების მრავალფეროვნებით და ჩემთვის დიდი პატივი არის რომ მე ხვდა წილა წარმომედგინა რამდენიმე მათგანი. მადლობა ამ ნდობისთვის. ასევე ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო აი ამ გადაცემაში წამყვანის ამპლუაში გამოვსულიყავი, რისთვისაც შენ მადლობას გიხდი რომ დამეხმარე. მადლობა თქვენ.